იძლევა თუ არა ოპტიმიზმის საფუძველს ჟენევის ეს მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების შემდგომ გაკეთებული განცხადებები. ოპტიმიზმს დავაკონკრეტებ ახლავე არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ცეცხლის ისე შეწყვეტა, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს. ოპტიმიზმზე საუბარი მე რაც მოვისმინე, ეს არის დიპლომატიური ჟარგონი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავს. არანაირი საფუძველი ოპტიმიზმით მე არ მინახავს. საერთოდ საწყისად აღება იმ დოკუმენტის, რომელმაც თავიდან გამოჟონა, ძალიან ცუდის მანიშნებელია. ეს დოკუმენტი ასახავდა უკლებლივ ყველა, ერთი-ორი პატარა გამონაკლისის გარდა რუსეთის სურვილებს და სრულიად შეურაცხმყოფელ და აბსურდულ დებულებებს, მაგალითად ისეთი, როგორც არის არა მარტო უკრაინის მიერ იმ ტერიტორიების დათმობა, რომელიც რუსეთმა ვერ დაიპყრო იარაღის ძალით დონბასში მაგალითად, არამედ უკრაინისთვის შეიარაღებული ძალების შეზღუდვას, მის პრაქტიკულად დესუვერენიზაციას, ეს მაგოვნებს ისტორიას, რომელიც შეიძლება შევადარო, აი მაგალითად ორ მეზობელს შორის რო იყოს დავა, ერთი თავს ესხმის მეორეს, პარავს მისი ბინიდან რაღაცეებს და ვიღაცა ცდილობს შეარიგოს და ვინც მსხვერპლი იმას რო სთხოვდნენ, ვიცი რა, აი ამას ნერვები ეშლება, არ დააყენო საკეტი მაგალითად შენს კარზე და შენ უფრო ჩუმად იყავი და კი დაუთმე 1-2 ოთახი და ასე შემდეგ და შეიძლება მე ამით ის დაკმაყოფილდეს და მე თავს აღარ დაგესხას. მარტივად რომ ვთქვა, ის თავდაპირველი გეგმა, რომელიც სრულად მიუღებელია თუ კონკრეტულად 28 გეგმა. სრულად მიუღებელია ორი მთავარი მიზეზის გამო. ერთი, იმიტომ რომ აბსოლუტურად აღვირახსნილად უსამართლოა და ცალმხრივად პრორუსულია და მეორე რომ აი ის უზარმაზარი ფასი რომც თავზე ხელი აიღოს მაგალითად ზელენსკიმ და მასზე თანხმობა თქვას, ეს უზარმაზარი ფასი არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ რუსეთი, როდესაც შესაძლებლად ჩათვლის საკმაოდ მალე, ახლიდან მთელი უკრაინის მიტაცებას არ ეცდება. იმიტომ რომ მასშივე ჩადება ამ პირველ 28 პუნქტიან გეგმაში ჩადებული რამდენიმე დებულება ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ უკრაინა უფრო დაუსველი იყოს, ვიდრე ის იყო აქამდე. რომ მას ჰქონდეს ნაკლები შეიარაღება, მას ჰქონდეს უფრო მცირე შეიარაღებული ძალები და მას ჰქონდეს ტაქტიკურად, ბევრად უფრო ადვილად გადასალახი წინაღობები. ჩანასახშივე ჩანს ახალი ომი. ანუ აბსოლუტურად რუსეთი მოითხოვს, რომ მის კონტროლ ქვეშ გადავიდეს ყველა გამაგრებული რაიონი, რომელიც არსებობს დონბასში, რომლის შემდეგ სამხედრო წინსვლა რუსებისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება, მოიწვიეთ სამხედრო ექსპერტები და ამას დაგიდასტურებენ. მარტივ რამეს ვამბობ, რომ 3.5 წელია ვერ გაცდა აი ამ პოკროვსკი ვერ აიღეს. პოკროვსკი ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილია, მაგრამ აქ საუბარი არის არა მარტო პოკროვსკზე, არამედ ტერიტორიაზე, რომელიც პოკროვსკის უკანაც მნიშვნელოვნად არის წინასწარ სამხედრო თვალსაზრისით გამაგრებული. აი ამის დათმობას ითხოვს რუსეთი, შეიარაღების შემცირებას ითხოვს უკრაინისგან და ეს ყველაფერი ამ დოკუმენტით ითხოვს ისკენ რომ შემდეგ ჯერზე უფრო გაუადვილდეს. ანუ აი ამ დოკუმენტით ითხოვს იმას, რაც ვერ წაიღო ომით. ეს მისცემ შემდეგ შესაძლებლობას, ეს ასეთი ფორმით ალბათ არ იქნება მაინც მიღებული ეს დოკუმენტი და ხელმოწერილი. აი ეს რომ არ არის. ხო, ეს რომ ასე მომხდარიყო, იღებს პაუზას, რაც დასჭირდება რუსეთს იმისთვის, რომ თავიდან მოემზადოს და შეუტიოს უკვე სრულად დაუცველ უკრაინას, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიები ვერ ექნება. უპირველესი გარანტია ეს არის შენ თვითონ ყავდეს შეიარაღებული ძალები და ეუბნებიან რომ ესეც უნდა შეკვეცო. როგორ კარგად უკრაინას, იმიტომ რომ აქვს ამ ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტიების გამოცდილება და რა მიიღო ამით კარგად ვიცით. თან ამ დოკუმენტში თავდაპირველად რაც ეწერა, არანაირი გარანტია არ არის. გარიგება ხდება იმის საფუძველზე, რომ უკრაინა უკან იხევს დღეს, უკრაინა ამცირებს შეიარაღებას დღეს და რუსეთი სიტყვაზე პირდება, რომ ხვალ თავს არ დაესხმება. ისე რომ არანაირი სამშვიდობო ან სხვა
შეერაღებული ძალები უცხოური უკრაინის ტერიტორიაზე არ განლაგდება, მით უმეტეს წინასწარ არის განცხადებული, რომ როდესაც სახელმწიფო მდივან რა დოკუმენტია საერთოდ ეს და როგორ შეიქმნა, ეს არის ძალიან საინტერესო. სხვადასხვა ვერსია გაჩნდა, შემდეგ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ეს არის რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტი და კი ჩვენ შევადგინეთ ოღონდ მხარეებთან მუშაობით, მაგრამ აქ ეს მხარეებთან მუშაობით რომ იყო შედგენილი უკრაინის პოზიციები ასე სუსტად რატომ არის ამ ფურცლებზე გადმოტანილი? უკრაინის პოზიციები საერთოდ ვერ აღმოვაჩინე, ეს არის რა ტიპის დოკუმენტია ეს? აი როგორ შეიქმნა, შეგვიძლია ჩვენ ამაზე ვარაუდები გამოვთქვათ ამ დოკუმენტის თაობაზე? ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ შეიქმნა სახელმწიფო დეპარტამენტის და უშიშროების საბჭოს მონაწილეობის გარეშე. ეს რუბიოს პრინციპში დადასტურებული აქვს, მას მოუწია მე გადადგმა. პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის რუსეთში. საუბარი არის, რა თქმა უნდა, სპეცწარმომადგენლის და მისი უკვე მეგობრის ალბათ დმიტრიევის შემოქმედება, უпростоრად რუსული შემოქმედება, რომელიც სპეცწარმომადგენელმა შემდეგ პრაქტიკულად უცვლელად და სახელმწიფო დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ხას უსვამ მიასაღა პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არ არის ცნობილი განსაკუთრებულად დეტალებში ჩახედვის ინტერესით, მას უთხრეს, რომ აი ეს არის სამშვიდობო გეგმის კარგი დასაწყისი და აი მოდით დავიწყოთ ამით მუშაობა და ნუ ხა ტრამპის мотиваციაზე მე ვერ გეტყვით ახლა ეს ნობელის პრემიის მიღება არის თუ არა, იმიტომ რომ ტრამპს რომ მკითხო, მას უკვე იმდენია გაკეთებული, რომ მას უკვე ეკუთვნის ეს ნობელის პრემია და თუ ვინმე შეუძლია მას უთხრას, უნდა აუხსნას პრეზიდენტ ტრამპს, რომ ნობელის პრემიას არ იძლევიან სამხედრო, ვთქვათ, ნუ როგორ გითხრათ, დემოკრატიული ქვეყნის ჩაბარებისთვის, აგრესორისთვის. ეს არ იქნება მშვიდობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგჯერ უსამართლო მშვიდობა საკმაოდ სტაბილური არის ხოლმე რეალური პოლიტიკის ვთქვათ მიმდევრებს ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. მთელი მე-19 საუკუნე ევროპის კონტინენტი იყო გარკვეული ძალის წონასწორობის პირობებში, ოღონდ იმის ხარჯზე, რომ ევროპის ხალხების მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო დაპყრობილი სხვადასხვა იმპერიების მიერ. მაგრამ რაღაცა წონასწორობა არსებობდა, ასე რომ ეს უსამართლობა იყო ერთგვარი ფასი მშვიდობისთვის. ეს ის შემთხვევაც კი არ არის, როდესაც უსამართლო მშვიდობა შეიძლება გახდეს საფუძველი სტაბილურობის. არ იქნება ეს. ბატონ გიორგი, ყველაზე რთული მდგომარეობა ამ შემთხვევაში, რომ ეს ასე არ მოხდეს, ანუ ყველაზე მეტი სამუშაო აქვს ცხადია თავად უკრაინას, რომ არ დაუშვას რაიმე მსგავსი, რაც დააზიანებს მის ეროვნულ ინტერესებს. რამდენად არის კიევი ახლა იმ ფორმაში, რომ არ მისცეს ამ დოკუმენტს ისეთი გასაქანი, რაც როგორი სახითაც ჩვენ მას ვიცნობთ. თან პრობლემები არსებობს თავად უკრაინის მთავრობაშიც დიდი კორუფციული სკანდალის სახით და აი ამის პარალელურად მიდის ახლა ეს პროცესი. რა უნდა გააკეთოს ზელენსკიმ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი მინიმუმ შეცვალოს ისე, რომ ასეთი ტიპის დათმობებზე მათ წნეხის შედეგად მან ის არ წავიდეს. ხო, საერთოდ იმიტომ მგონია დრო ამ ინიციატივის გამოჩენისა, რომ ის ასახავს რუსეთის ინიციატივას და რუსეთის ინტერესს, რომ ორ რამეს ემთხოვა. ერთი, რომ ტრამპს თავისთან შიგნით აქვს გარკვეული საჯარო ურთიერთობების პრობლემები, მათ შორის საკუთარ საბაზისო მხარდამჭერებთან მაგასთან, რომელთა ძალიან ცნობილი ფიგურები ზოგს აქცევენ ტრამპს დღეს, იმის გამო თუ როგორ მიდის ტრამპის მხრიდან, როგორც ისინი თვლიდნენ, აქამდე დაბლოკვა გამოძიების მასალებისა და შემდეგ ამაზე მისი რეაქცია როგორი იყო თავისი ყველაზე უფრო ერთგული მხარდამჭერების მიმართ. ტრამპისთვის სრულიად აშკარად სასურველია ყურადღების გადატანა რაღაცა დიდ საგარეო მოვლენაზე. და მეორე, თქვენ რაც ახსენეთ, უკრაინის შიგნით მიმდინარე ძალიან მწვავე და არასასიამოვნო კორუფციული სკანდალი, რომელიც
რომელიც უკრაინის ამ ხელისუფლების პოზიციებს პრინციპში ასუსტებს, რუსებისთვის ეს ძალიან ხელსაყრელი მომენტია და ამიტომ მგონია, რომ ამ დროს გამოჩნდა ეს ჭყალებში სამშვიდობო გეგმა. ამ ვითარებაში ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას ზელენსკი, ჩემი აზრით, მისი მთავარი სამიზნე უნდა იყოს, რომ ის არ გახდეს ტრამპის, ასე ვთქვათ, მძინვარების ობიექტი, რომ ტრამპს არ ჰქონდეს საბაბი, როგორც ეს ადრეც ამის მცდელობები იყო, რომ უკრაინა დაადანაშაულოს სამშვიდობო პროცესში პროგრესი, სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში. აი ეს არის ყველაზე დიდი დიპლომატიური ამოცანა. რამდენიმე კრიზისი ჩვენ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობაში ვნახეთ, ანუ ძველ ამბებს აღარ ვეხები, მათი ტრამპის მეორე ვადის პერიოდში ყველაზე მწვავე რაც ესე საჯაროდ ნახათ ოვალურ კაბინეტში ეს რბილად რომ თქვათ კამათი იყო, მაგრამ სხვა დროსაც ყოფილა მაგალითად სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტის შესახებ, როდესაც ცნობები გავრცელდა, სამხედრო დახმარება გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა, აი ამაზე დისკუსიების დროს, მაგრამ ფიქრობთ თუ არა, რომ ახლა რაც მომენტი დგას, ეს შეიძლება ყველაზე რთული იყოს, რაც ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობაში აქამდე. არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ უკვე კარგა ხანია, საერთოდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინის მიმართ დახმარება არის დასული რაღაც შედარებით დაბალ დონეზე. ჩვენ რამდენადაც უკმაყოფილ ვარ ყოფილიყავით ბაიდენის ადმინისტრაციის რაღაც შეზღუდვებზე, რომელსაც ის უწესებდა უკრაინას, მაგალითად იგივე მიწოდებული იარაღის გამოყენების სამიზნეებში, ბევრ სხვადასხვა რაღაცებში. მოცულობა ამ დახმარების იყო ბევრ უფრო დიდი, როგორც სამხედრო ტექნიკური, სადაზვერვო და ასევე ფინანსური. დღეს უკრაინას აქვს ძალიან რთული მდგომარეობა ყველა ამ სამ კომპონენტში და ამას დაამატეთ კიდევ, რომ გაწევის ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ელემენტარულად არ ყოფნის ფრონტის ხაზზე საკმარისი რაოდენობა მებრძოლებს. ცნობის მეორე მხარესაც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2025 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში რუსეთმა უფრო მეტი დაკარგა ბრძოლის ველზე, ვიდრე შეძლო რეკრუტირება კონტრაქტების ხელის მოწერა. თვეში რუსეთი საშუალოდ 7-6 მეტს კარგავს, ვიდრე ახლების შემოყალიბებას, ვიდრე ახდენს აი ამ რეკრუტირებას. ჯერ კიდევ რუსებისთვის ძალიან სასურველი და დიდი პაკეტია ეს კონტრაქტების, ასეთი ხელფასი არავის არ აქვს, ამიტომ არის რომ, მაგრამ ამ ძალიან მიმზიდველი ფოლადი ანაზღაურების მიუხედავადაც რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. როდესაც ჩვენ საუბრობთ უკრაინა არის ძალიან რთულ ვითარებაში. უკრაინის ეს რთული ვითარება გამოსწორებადია იარაღის და ფინანსური დახმარების ნორმალიზების გზით, სადაც ევროპელები და ამერიკელები დაუბრუნდებიან გეგმაზომიერად უკრაინის მხარდაჭერას, აი რუსეთს ამის რესურსი არ აქვს. და ამიტომ ეს ჭალებში სამშვიდობო გეგმა ამ დროს და თუ ეს გამოიხატა შემდეგ უკრაინის იძულებაში რაღაც დათმობებზე წასვლის, იქნებოდა რუსეთისთვის გადარჩენის ტოლფასი, იმიტომ რომ ის არის კრიტიკულ ზღვარზე, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით თავისი სტაბილურობის. რუსეთზეც გკითხავთ ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ თუ კი აქამდე უძლევდა კიევი წნეხს შეერთებული შტატებიდან. ახლა რა იცვლება და რატომ ვამბობთ, რომ ეს არის ყველაზე ძიმე მომენტი, ვიდრე აქამდე ყოფილა. და ეს თავად ზელენსკიმაც ასე დასვა პრაქტიკულად. აქ ძალიან მარტივი პასუხია, რესურსების საკითხია. რესურსები უკრაინისა ადამიანური, ეკონომიკური და სამხედრო, რომელიც დამოკიდებულია უკვე საგარეო ფაქტორებზე, შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან შეერაღების მოწოდებს. აი ეს რესურსები არის ძალიან ახლოს კრიტიკულთან. მნიშვნელოვნად არის გამოფიტული, ეს ჯერ არ ნიშნავს ფრონტის ხაზის ჩამოშლას, უკრაინას კიდევ რაღაცა ხნის განმავლობაში შეიძლება ამის შეკავება, მაგრამ თუ შეერთებული შტატები კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელებს აი ამ რაღაც გაურკვევლობას და იარაღის მოწოდება არ აღდგება ნორმალურ დონეზე,
მაშინ დიახ, ჩვენ ვუყურებთ უფრო ღრმა კრიზისს უკრაინისთვის, ვიდრე ეს ყოფილა აქამდე. ჩვენ შევეხეთ აი სადაზვერვო ინფორმაციის ნაწილს და სამხედრო დახმარებაზეც ახლა თქვენ განმარტეთ, ანუ თუ წნეხი არის და ეს წნეხი გაძლიერდება და თუ შეერთებული შტატებიდან იტყვიან, რომ სადაზვერვო ინფორმაციას აღარ გაუზიარებენ და სამხედრო დახმარება რა ეს ნატოს ქვეყნების გავლით, და ნატოს ქვეყნების გავლით, რაც მიდის. არაერთი ექსპერტი საქართველოს მეგონა არასწორი წარმოდგენა. იარაღს ყიდულობს. ანუ ლაბრაგი ამაზე დართავს თუ არა შეერთებული შტატები, ანუ პრეზიდენტ ტრამპი ევროპელებს იყიდონ იარაღი უკრაინას. დიახ. ანუ ეს არ არის დახმარება, ეს არის ფინანსური სარგებელი ამასთანავე, მაგრამ როგორც არის, ამისი შეწყვეტაც შეიძლება, რამე რომ იყოს, თუ კი ბერკეტად იყენებ, ესეც შეიძლება. მაშინ ესეც თუ მოხდა იმ გარემოებებთან ერთად რაც აღწერეთ, ვფიქრობ თუ არა რომ შეიძლება მართლა მოუწიოს რაღაც დათმობებზე წასვლა კიევს. როდესაც ლაპარაკობენ მაგალითად ცოტა გაუგებარი ტერმინია დე-ფაქტო აღიარება, რაც შეიძლება ნიშნავდეს საერთოდ ტერიტორიების, ანუ დე-იურე აღიარება გასაგებია, დე-ფაქტო აღიარება რა არის? დე-ფაქტო აღიარება არის აღიარება ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობისა, ოღონდ იმის გარეშე რომ შენ თქვა დიპლომატიურად საერთაშორისო დონეზე აღიარებ ამ ტერიტორიას როგორც რუსეთის ნაწილს. დე-ფაქტო არის ჩვენ ეგრე დე-ფაქტო რესპუბლიკას უწოდებთ ხოლმე, რაც არ ამგონია რომ სწორია, მაგრამ დე-ფაქტო მთავრობას უწოდებთ ხოლმე მოქმედ მარიონეტულ რეჟიმს აკა თუ იქ, ხო? რაც არასწორია, მაგრამ რეალობა ასე მოიხსენიებენ ხოლმე. თუმცა საქართველოს საბედნიეროდ ჯერ ამ ხელისუფლების პირობებშიც კი არ უღიარებია იურიდიულად არც ცხინვალის რეგიონის და არც აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მე პრინციპში მიუღებლად მგონია ამგვარი პირობების დაყენება თუ კი საუბარი არის ცეცხლის შეწყვეტაზე როგორც მთავარ ამოცანაზე. და რუსეთის პოლიტიკური მიზნები არ უნდა იდებოდეს, არც სამხედრო სტრატეგიული მიზნები არ უნდა იდებოდეს წინაპირობა ცეცხლის შეწყვეტისა. დიახ, და ვფიქრობ ერთ-ერთი საკვანძო შეკითხვა, რაზეც ჩვენ გვისაუბრია ადრე არაერთხელ. უნდა თუ არა პუტინს ახლა ამ ვითარებაში ამ ომის დასრულება. იმ 28 პუნქტი შეიძლება უნდოდეს, მაგრამ ის 28 პუნქტი ასე ვერ იმუშავებს, რაღაც იქ აუცილებლად შეიცვლება. მაგრამ საკვანძო საკითხია მაინც, სურს თუ არა მას ამ ომის დასრულება, აი ახლა, ჩვენი ბოლო საუბრიდან რაღაცები შეიცვალა კიდევ. ჩემი აზრით ამაზე არ შეცვლილა და არც არაფერი არ შეცვლილა ჩემი აზრით ვითარებაში. ის რომ ამ 28 პუნქტიან გეგმას უდის კრემლის სუნი, სულაც არ ნიშნავს რომ კრემლი არის მოსურნე ცეცხლის შეწყვეტის. ეს გეგმა არის შედგენილი იმგვარად რომ უკრაინამ თქვას უარი, ამის შედეგად დაკარგოს მომავალში ის მცირე მხარდამჭერა, რომელიც მას გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატებში. ეს არის. ხო, მე მგონია რომ ეს არის მთავარი ტაქტიკური სვლა და არა ის რომ პუტინი გაემზადა ცეცხლის შეწყვეტისთვის. პუტინისთვის ეხლა როგორც ველოსიპედისტისთვის გაჩერება ნიშნავს წაქცევას. ეს მისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა. პუტინისთვის ომის გაგრძელება ძალიან სერიოზული პრობლემა, მაგრამ ომის შეჩერება უფრო სწრაფად გამოიწვევს მისი რეჟიმის დესტაბილიზაციას. და ვიდრე ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, აი შიგნით საქართველოშიც პროპაგანდა მთელი დატვირთვით მუშაობს, რომ საზოგადოებას რაღაც არასწორად მიაწოდოს ინფორმაცია ან ინტერპრეტაცია შესთავაზოს გულისხმობ რეჟიმის მხრიდან. მე მინდა ერთი კომენტარი მოგასმენინოთ და შემდეგ ამას შეკითხვასაც მივაბამთ. ვოლსკის კომენტარი გავუშვათ თუ შეიძლება. ხელშეკრულების პროექტი, რომელიც იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ, მეტყველებს ერთ რამეს. პრაგმატიზმი მოითხოვს შეჩერებას ამ ეტაპზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელება. ამ რეალობაში რასაკვირველია ევროკავშირს აქვს თავის პოზიცია, არა ყველა ქვეყანას, მაგრამ მოდი პირობითად დავარქვათ ომის პარტია
ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველი არ თანხმდება ასეთ პირობებში ომის დასრულებას. მოკლედ შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ახლა ანუ ევროკავშირს ან გარკვეულ ქვეყნებს ბრიუსელს მოდი ასე ვთქვათ, როგორც ბიუროკრატიას ასეხსნიან, აბრალებენ იმას, რომ უკრაინაში ომი არ მთავრდება. ამას შიდა პროპაგანდისტვის იყენებენ ცხადია, მაგრამ ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მაყურებელს განუმარტოთ, რითი არის ახლა ევროკავშირი დაკავებული აი ამ 28 პუნქტთან დაკავშირებით. რა არის მისი მისია, როგორ ხედავთ თქვენ ამას და არის თუ არა ზელენსკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი ახლა სწორედ ევროპელების მხარდაჭერა? პირველი რეაქცია ევროკავშირის იყო, რომ სრულიად აშკარად გამოხატეს, რომ ეს გეგმა არ არის. მათ აქტიურად დაიწყეს მუშაობა უკრაინელებთან ერთად, მოხდა შეხვედრა და ამ წუთისთვის არსებობს ევროკავშირის 24 პუნქტიანი კონტრგეგმა. და იდეა არის ალბათ იმაში, რომ პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკების პროცესში ეს გეგმა იყოს გათვალისწინებული და შეიძლება შეჯერებული ამ ორი გეგმის ერთობლიობა იყოს მიღებული სხვადასხვა ფორმით. მაგრამ მთავარია, რომ არ გამოვიდეს კი ან არა პასუხი შეერთებული შტატების მხრიდან გაჟღერებულ გეგმაზე. აი ეს არის ევროკავშირის. ეხლა ევროკავშირის დადანაშაულება იმაში, რომ მას უნდა ომი, რომ ევროკავშირი ყოფილიყო თურმე ომის პარტია, ალბათ ყველაზე უფრო გაუცნობიერებული ადამიანებისთვის არის გამიზნული, იმიტომ რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი. ევროკავშირის შექმნა თვითონ იყო გამიზნული იმისთვის, რომ ევროპაში დამყარებულიყო მშვიდობა და ამ დროიდან დღემდე ისტორიას არ ახსოვს ამ ხანგრძლივობის უწყვეტი მშვიდობა ევროპის კონტინენტზე. ასე რომ, ნუ ხა არ ვიცი, არ მინდა ამაზე პროპაგანდაცაა და პროპაგანდაც მოკლედ. ნუ პროპაგანდის ერთ-ერთი თავისუფლება შეიძლება იყოს, რომ ზუსტად იმის საპირისპიროს იძახდე, რაც რეალობაა. რუსეთი არის ომის პარტია და ევროკავშირის მთავარი საზრუნავი არის, რა თქმა უნდა, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, რომელმაც შეიძლება რაღაცა პერიოდში საკუთარ თავში ჩაიხედოს ხოლმე და საერთაშორისო ურთიერთობები აღარ ჩათვალოს პრიორიტეტად. ევროკავშირში ევროპის ტერიტორიაზე მიდის ეს კონფლიქტი და მისი შედეგები ევროპის ბედზე და მის უსაფრთხოებაზე პირდაპირ დიდი მადლობა. ამიტომ არის, რომ ევროკავშირი არ ანებებს უკრაინას. მადლობა.